გადაცემას წარმოგიდგენთ ავეჯის სახლი ბელჰაუსი. გმირის საზოგადოებამ სამოდელო საქმიანობით გაიცნო. ალბათ გახსოვთ იმედზე მუსიკალური გადაცემის იმედის ტალღის წამყვანიც იყო. ჩემი ცხოვრება ისე არის, რომ მაქვს პერიოდები, როდესაც ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ რაღაცნაირად ვაბალანსებ ხოლმე ერთმანეთს. აუცილებლად ვახერხებ კი არა, ეს აუცილებელიც არის შვილებთან დროის გატარება, ვსეირნობ განსაკუთრებით, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს და არის დასწრების დღეები, ერთად ვატარებთ სულ. ვსეირნობ სხვადასხვა პარკებში, რა ვიცი, მეგობრებთან და ეს ჩვეულია ჩვენთვის. სულ ყოფილად გრძნობ თავს მაშინ, როდესაც ყველაფერში ხარ რეალიზებული ალბათ ქალი და გარდა იმისა, რომ საქმე გაქვს, რომ ალბათ აუცილებელია ყველა ქალბატონისთვის, ასევე აუცილებელი არა, უფრო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ყველაზე დიდი ბედნიერება და ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი რამე, რასაც შექმნი ქალი არის შვილები. ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ოჯახი, შვილები და შემდეგ საქმე. ამასაც აქვს მნიშვნელობა დროის სწორად გადანაწილება, ოჯახიდან ხელშეწყობა, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თავარია სურვილი. მე მაგალითად ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რაღაც ჩემ ბავშვობაში, რომ შეიძლება და სამი შვილი მყოლოდა, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის ნამდვილად. ჯერ იწყება შვილებით, ჩემი დღე და შემდეგ უკვე საქმეებით და ასე ვთქვათ სამსახურად. უფროსი არის უკვე 14-ის ხდება, დიდი ბიჭია ძალიან. დიდად არ უყვარს კამერების წინ ესე ვთქვათ გამოჩენა, პოზირება, დედისგან განსხვავებით. და აი დღეს რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად გამოსეინება. თორე ისე ზოგადად ერთად საირნობთ ხოლმე, ერთად ვატარებთ დღეს ყველანი ერთად, ასე ვთქვათ. ეს უმღერის. ეს ჩემი სიმღერაა. ჩემი. ძალიან ენერგიულები არიან, ხო ზოგადად ბავშვები, ну ნახვა. სახში გაჩერება არ უნდათ, უკვე ესეთი ასაკი აქვს, სულ უნდათ სეირნობა, სულ უნდათ გარეთ ყოფნა. შეძლებს და გვარად ვახერხებთ, თან ჩემ მეგობრებს ყოველს თითქმის რაღაც ესეთი ტოლიშულები ყავს და ხშირად ვიკრიბებით ერთად. ბავშვებით, უფროსები ყავასწავთ, ბავშვები ერთადერთობიან, ერთმანეთში მეგობრობენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი უფროსი ბიჭიც. ეს ჩემი მეგობრების შვილებთან ერთად არიან გაზრდილები და დღესაც რაღაც დაძმასავით არიან. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი წრე გვაქვს კი და აი ეს პატარებიც ეს იყო ყველაზე პატარა და ხა ესეც დაგვეწია წრეში, ასე ვთქვათ. მე პირადად ის შესახებ არაფერი არ ვიცი. გარდა იმისა, რასაც ყვითელი პრესა წერს მასზე. ჩვენი გადაცემა უფრო მეც მოითხოვს, ვიდრე ეს გატკეპნილი ყვითელი პრესა. ხო? გამარჯობა, როგორ ახარ? როგორ ახარ? კარგად, თქვენ? დაისვენე ცოტა? დავისვენე კი და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვებთან გავატარო
დრო. ხო? გიყვართ დედიკოსთან ერთად ყოფნა? ძალიან? კი, ძალიან გიყვართ. სამონატრებლები არიან. დავსვამ. კი, როგორ არა, ბავშვები კი. უხარიათ ჩემთან ერთად საერთნობა და მაქსიმალურად ისედაც ვცდილობთ მივხვდეთ იმისა, რომ დაკავებული ვარ. თავისუფალ დროს ბავშვებთან ვატარებ და ჩვეულებრივად დღე იწყება ბავშვებით, მოკლედ, არა? ეს შეინახე, კაი, ჩამიდე ჩემთან. ნახე, გახსნილია. გახსნილია? კაი, ჩავკეტოთ, კარგი? თაკო, ბატონო. გამიდა იცი, ხორო, აი. შემინახე. შენ ძალიან დიდი ხანია, აი, როცა ჯერ კიდე ქვეყანა რო ბნელი იყო, აი იმ დროიდან წარმატებული ადამიანი ხარ, ცნობადი ადამიანი ხარ და რაღაცა ასე თუ ისე ყველაფერი შორიდან ეს ისე მოგვარებული და ანუ ძალიან კარგად გზნობდი თავს, მე ყოველ შემთხვევაში ასე. ამოიკიდე აი ამ ხელა. კვირეული? ბატონო, კვირეული? კი. ხო, ანუ აი მინდა რომ აი ამაზე ვისაუბროთ ძალიან. ბად დაკავია რა აქ. ეს ყველაფერი ამის კეთება, ამის აი ზოგადად ეხლა იცი რა წარმატებული ვარ თუ ცნობადი ეს არ არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ჩემთვის. მთავარია რომ რაღაც ის საქმე ვაკეთო რაც მიყვარს. და ძალიან გული შემტკიო და ყოველთვის ამ სფეროზე და ძალიან მინდოდა რომ განვითარებული იყოს ეს სფერო, იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ნამდვილად ქართულ დიზაინერებს ძალიან კარგი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ რაღაც საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრონ თავი და უბრალოდ თბილისი გახდეს ერთ-ერთი მოდის ქალაქად საერთაშორისო კალენდარში და ძალიან ბევრი რამეზე არის მიმული, მთლიანად მოდის ინდუსტრიის განვითარება, ტურიზმის განვითარება, ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის, სხვათა შორის იმ დღეს საუბრობდით, რომ ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პიარს და დიდ ფულსაც კი ხდიან, ხო, რომ რაღაც კარგმა გამომცემლებმა დააწერონ ქვეყნის შესახებ და ჩვენთან რომლებიც საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები, როგორც არის Vogue, Elle, ოფიციალი ჩამოდიან და თბილისის მოდის კვირაულს აშუქებენ, ასევე წერენ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ქალაქზე, რომ თურმე რა კარგი ყოფილა თბილისი და მე ის თავის მეგობარს ეუბნება, ეს მეგობარი თავისი ოჯახით ჩამოდის ეს. კი, აი ჩვენთვის ბევრს უთქვამს, რომ აი პრესიდან გავიგეთ თქვენი კვირაულის შესახებ, საერთაშორისო პრესას გულისხმობ და მე აი გადავწყვიტეთ რომ ჩამოვიდეთ და ჩვენს დავესწროთ. ზოგადად ეხლა არ მოგატყუებთ და ვიტყვი რომ ჩვენ ქვეყანაში ესეთი მასშტაბური პროექტის კეთება ძალიან რთულია. ადვილი არ არის. ადვილი არის ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, ასე თქო, ჩვენი ჯგუფისთვის, რომელმაც კარგად ვიცით ჩვენი საქმე და გადანაწილებული გვაქვს სწორად, მაგრამ აი ამ ყველაფრის შეკვრა და ამ ყველაფრის თავის მობმათან მოგეხსენებათ, რომ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური კვირეულია, რთულია. მოკლედ. 2009 წელს ჩატარდა პირველი კვირეული, ახლა მე-9 სეზონი ჩატარდა და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, განვითარება მოხდა თვითონ აი ამ კვირეულში, მოდის ინდუსტრიაში, დიზაინერებში და თუნდაც სტუმრებში. ჩვენ თავიდან მაგალითად ძალიან გვიჭირდა სტუმრების დაპატიჟება, ახსნა, სად ვართ, ვინ ვართ, რაც წარმოვადგენთ. ხო და ეხლა უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები, უცხოელი დიზაინერებიც კი თვითონ წერენ და თვითონ უნდათ ჩამოსვლა. კი, ვითარდებით ნამდვილად. წარმატებული ცალის ცხოვრება მრავალფეროვანია. როგორც გითხარით, თაკო წლებია სამოდელო ბიზნესშია ჩართული. მას საკუთარი სამოდელო სააგენტოც აქვს.
გადაცემას წარმოგიდგენთ ავეჯის სახლი ბელჰაუსი. შარშანდელმა წელმა მაინც იმოქმედა, რომ შარშან რო ჩავარდა. უნებრივია, ცუდად იმოქმედა, იმიტომ რომ თუნდაც დიზაინერებს, რომლებსაც კოლექციები მზად ჰქონდათ, ვეღარ ჩაატარეს ჩვენებები, მთლიანი კვირეულის გაუქმება ძალიან ცუდი ტონია. თან ჩვენ საერთაშორისო კალენდარში ვართ და ჩვენი, ასე ვთქვათ, ფრანგი პარტნიორებისთვის ახსნა იყო ძალიან რთული, რომ რატო გაუქმდა მთლიანი კვირეული. მესმის შეიძლება ერთი ჩვენება გაუქმდეს და მთლიანი კვირეული, ცოტა არასერიოზულიც არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ესეთ რამ აღარ მოხდება. თაკო ჩხეიძე უკვე დიდი ხანია პოდიუმს გამოემშვიდობა. გამონაკლისს მხოლოდ მეგობრების ხათრით უშვებს. უკვე მე რამდენად მართავს თბილისის მოდის კვირეულს. თბილისში შეიძლება ჩავთვალოთ მოდის სამყაროს წევრად? იცი რა, ჩვენ რეგიონში მე ბევრ მოდის კვირეულებზე ვარ ნამყოფი და თამამად ვიტყვი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. ძალიან კარგი. ხო, მე როგორც თქვა, თქვათ, აი მილანი, პარიზი. არა, ჯერ შორს ვართ, მიუხედავად იმისა, რომ არა, ჯერ ბევრი რამე არის კიდევ გასაკეთებელი და მე მგონი დავეწევით მალე. მე მგონი რომ იმიტომ რომ იმედია თბილისი ყოველთვის იყო ცნობილი თავისი გემოვნებით, თავისი სტილით, აი თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს, ხო, აი ქვეყნებში, აი ხელშეწყობილების უცხორო ჩამოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, უგუყვებიან, რომ თბილისი იყო ყოველთვის პოპულარული, თბილისი იყო ყოველთვის გამორჩეული გემოვნებით, თბილისელი ქალები იყვნენ ყოველთვის გამორჩეული თავისი სტილით, ჩაცმით, კულტურით, ასე რომ ეს მე მგონი სიახლე არ არის ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი გამოვითაროთ და უფრო მასშტაბური გახდეს და გაიგონ ჩვენზე. თუმცა დღესდღეობით ძალიან შეიცვალა, თუნდაც თინეიჯერებს, ხო, ახალგაზრდებს რო გადავხედოთ ძალიან ლამაზად აცვიათ. თბილისის მოდის კვირეული ახდენს თუ არა გავლენას, მე მგონი ახდენს, ქართველი დიზაინერები ახდენენ გავლენას. და დღესდღეობით ძალიან პრესტიჟული არის ქართველი დიზაინერის ტანსაცმლის ტარება და ეს მე მგონი აი თბილისის მოდის კვირეულმა თბილისის მოდის კვირეულის დამსახურებაა, რომ დღევანდელ დღეს ქართული დიზაინერების ტანსაცმლის ტარება არის ძალიან პრესტიჟული, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, ცნობილი არის ქალაქში, გემოვნებიან ქალბატონად და ასე შემდეგ. ყველას აქვს გარდერობში მინიმუმ 1-2 ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი. რაც ძალიან კარგია, იხსნება მაღაზიები, სადაც ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი შეგიძლიათ შეიძინოთ, იხსნება ონლაინ მაღაზიები. ძალიან კარგია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ მოქმედებს, იმიტომ რომ მოდა არის მოდური. აბარა. პირადი ცხოვრება ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის და ამაზე არც ვამახვილებთ ყურადღებას. იმიტომ რომ ბიზნესი მაღალ ქუსლებზე საქმით არის მოცული. ამ ხრივ თაკო ჩხეიძე გამონაკლისია. ტვისტი რა სიტყვი? აი Fashion Week-ზე ფანტასტიკურია, ძალიან მიხარია და მართლა ძალიან მიხარია, რომ Fashion Week ტარდება. ერთი სეზონი ჩავაგდეთ და მაგაზე ძალიან წუხდი და გავიგე რომ გაიხსნა. იცი რა არის? იმიტომ რომ კი რაღაცა ძალიან ბევრი არის, შეიძლება კრიტიკული რაღაცა არ მოწონს. მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რისი საშუალებაც გვაქვს, იმას ვაკეთებთ. ფანტასტიკურად არის შეფურთული, ორგანიზატორები არიან ძალიან კარგები და რა ვიცი, მე წარმატებას ვუსურვებ. ყოველ გელოდებით ჩემ ჩვენებას, სადაც მე გამოვდივარ ზართულასული კაშხლის და რამაზო რომასი. აი კიდე მინდა ერთი შეგეკითხო, თაკო ჩხეიძეზე რას გვეტყვი? თაკო არის ჩემი მეგობარი, რა ვიცი, ერთად დავიწყეთ, ასე ვთქვათ, შემოქმედება ჩვენ და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ამ კარგ საქმეს აკეთებს ქართული მოდის განვითარებაში ძალიან კარგი წვლილი მიუძღვის. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და ძალიან ბევრი ესეთი ეს გისურვებთ თქვენ გადაცემას ახლა პირველი ინტერვიუ არის თქვენ გადაცემაში. ბიზნესი მაღალ ხუსლებზე, დღეს ხუსლებზე არ ვარ. დღეს კეტებით ვარ და რას უსურვებთ ბიზნესი მაღალ ხუსლებზე? პირველი გადაცემა. აი რას უსურვებთ ნამდვილად ბიზნესი მაღალ. ბევრი კარგი კონტრაქტი და კარგი შემოთავაზებები. და ბევრი ლამაზი რესპონდენტის ჩაწერა, ხო? დიახ. კარგი. ურმესი მადლობა. ჩვენ ახლა გვინდა
თხოვოთ ნინო იოსელიანს 1-2 სიტყვა დღევანდელ დღეზე და საერთოდ Fashion Week-ზე. Fashion Week-ი მე ძალიან მომწონს, რადგანაც ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ვარ Fashion Week-ის. წინა სეზონი არ გამოვიდა და ჩაგვივარდა. სამწუხაროდ, მაგრამ ახლა ყველანი ერთიანი ძალით შევეცადეთ, რომ ეს Fashion Week-ი შემდგარიყო და მე ვფიქრობ Fashion Week ერთ-ერთი საშუალებაა ქართველი დიზაინერებისთვის, რომ თავიანთი კოლექციები და თავიანთი ბრენდი წარმოადგინონ და ასე აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ Fashion Week-ი უნდა ტარდებოდეს სეზონურად წელიწადში 2 ჯერ. ჩვენ ამ გადაცემას ვაკეთებთ თაკოზე, ჩხეიზეზე. აი შეგიძლიათ 1-2 სიტყვა გითხრათ თაკოზე? თაკო ჩხეიძე ჩემი მეგობარია, დიდი ხანია რაც მას ვიცნობ, არის ძალიან კეთილი, რა ვიცი, ლამაზი, ძალიან კარგი ადამიანი, აქვს კარგი ორგანიზებულობის ნიჭი, რადგანაც ამ ყველაფერს აბავს თავს და არის საკმაოდ შრომელი ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ რა ნებისმიერ გეგმას თუ მიზანს, რასაც დაისახავს, ყოველთვის ანხორციელებს და აკეთებს კარგად და საუკეთესოდ. წარმატებები მინდა უსურვო და ჩვენ კიდე ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, რომ თქვენ სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოხვიდით Fashion Week-ისთვის. Fashion Week-ისთვის მე სპეციალურად ჩამოვდივარ ხშირად, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩამოვსვარ სპეციალურად, რადგანაც უკვე ბოლო 1 წელი აქ ვარ, თორე წინა წლებში სპეციალურად Fashion Week-ისთვის ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი და ხა რაღაც ბევრი პროექტი მაქვს fashion-თან დაკავშირებით, კითხულობ fashion marketing-ში ლექციებს და აქედან გამომდინარე რაღაცა პერიოდი ვიქნები საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. თქვენ უკვე მოდი დაბიჯეთ. ალბათ უკვე სექტემბრიდან დაიწყებთ მომზადებას. ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას, როდესაც თავდება კვირეული, ცოტა ხანს ვისვენებთ 1-2 კვირა და შემდეგ უკვე ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას. ჩვენ დავაანონსეთ უკვე თარიღები, ოქტომბრის ბოლო კვირა იქნება შემდეგი სეზონის კვირეულის თარიღი და შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი სეზონი არის მე-10 სეზონი თბილისის მოდის კვირეულის და გვინდა რომ ცოტა ისეთი გავაკეთოთ მასშტაბური და უფრო გრანდიოზული ვნახოთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და იმედია სახელმწიფოც რაღაცნაირად დაგვიდგება გვერდში. მე ბევრჯერ ვთქვი რომ აუცილებელია მინიმუმ ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო იყოს ჩაბმული. სულ პრობლემები გვაქვს სამწუხაროდ ქვეყანაში და მე მესმის რომ შეიძლება ერთის მხრივ ვთქვათ რომ რა დროს მოდის კვირეულია, იმდენი რაღაც პრობლემაა, მაგრამ ესეც ერთგვარი, ასე ვთქვათ, აუცილებელია რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს ეს ჩვენი ქვეყანა, პიარი გაუკეთდეს. და უბრალოდ ბიზნესისთვის ეს ქართველი დიზაინერები, რომლებიც ესე მრავლდებიან, ყველა თავის პატარა ატელიეს ხსნის და მინიმუმ 5-7 ადამიანს მაინც ასაქმებს, ასე რომ ეს რო კიდე განვითარდეს, უბრალოდ დიდი და მასშტაბური იქნება. გადაცემას ვუსურვებ ბევრ მაყურებელს პირველ რიგში და ბევრ, როგორც ვთქვა, ბიზნეს ადამიანს გაახსენებს.